ცხადად არასდროს თქონდა წარმოდგენილი რატომ დავიწყე იუთუბერობა. თავგადასავლებისთვის, ფულისთვის, თუ იმისთვის რომ ვიღაცას ეთქვა რა კაი ტიპი ვარ. თუმცა ჩემი წარმატებული იუთუბერობის გზაზე ყოველთვის წარმოვიდგინა ეს სცენარი. მივდივარ დიდებულ თავგადასავალში სახმაქალით, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ამ მოგზაურობას YouTube-ის შემოსავლებით ვაფინანსებ. სწორედ ამიტომ ჩვენი ხუთეული იწყებს გენიალურ მოგზაურობას სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და წინ საინტერესო გამოწვევები გველის. გზაში 1000-ნაირად ვერთობით. რა დებატურები არიან? ვიცინით გათიშვამდე ყველა სისულელეზე. და ის მომღერი თითქოს სცენაზე ვიმყოფებით. რა ყოფილა სიჯაბუკე, შემოგარგო ხრები უკრე. და ასე მხიარულად მივდივარ წინ სანუკვარე მიზნისკენ. თუმცა ნენელა იაზრებ რომ სახმაქანის მოგზაურობის რეალობა იმაზე მახინჯია ვიდრე ჩვენ წარმოდგენებში. მოვიჭედეთ? მე ვარ გაი. I told you! 5 ადამიანის 7 კვადრატში ცხოვრება ბევრად რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა და იაზრებ რომ ეს არაა ის ბედნიერი მოგზაურობა რაზეც ამდენი ხანი ოცნებობთ. გზაზე გაგვეთავდა ბენზინი. მოტორი დაიწებოდა. ოკეი, ანუ არ მაინტერესებს. არა, ხან წყალი გადმოდის, ხან წყალი არ მოდის, ხან რაღაცა არ მოდის. რა არის ხადაობა? არ არის. და მოხათა როშალა ეხლა ისა. ეხლა უნდა წახვიდე და აკეთებინო ეს და მორჩა და ესაა მეოთხე ეპიზოდი ჩემი 9 სერიანი სამხრეთ ამერიკული ვიდეოების. მე ჩემ მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის რომ ყველა ეს ვიდეო ერთმანეთისგან გამორჩეული და უნიკალური იყოს. რადგან მე მაქვს დეკლარირებული მისია რომ არ გავჩერდე სანამ მაიმუნ კაკოს არ გავუსწრებ გამომწერებში. და ამ თავგადასავალში ჩემი გენიალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. ჩვენ 20 დღე გვაქვს იმისთვის რომ მივახციოთ ბაბის საოცნებო ადგილს, იგუაზუს ჩანჩქერს. მოგზაურობა იწყება ბუენოს-აირესიდან და გვინდა რომ გავიაროთ არგენტინა, ურუგვაი და ბრაზილია და ასე მივადგეთ იგუაზუს ჩანჩქერს. თუმცა ეს არ იქნება სტანდარტული მოგზაურობა. ეს იქნება მოგზაურობა MMS-ის წესებით. წესების მიხედვით თუ საზღვარს გადავკვეთ ან ქალაქში ერთ დღეზე მეტი დროით დავრჩებით, ვალდებული ვართ MMS ჩელენჯები შევასრულოთ. თუმცა აქამდე ჯერ არ მიგვეჩქარება. მოგზაურობა ნელი ტემპით დავიწყეთ და პირველ 3 დღეში მხოლოდ 400 კილომეტრი გავიარეთ. ჩვენი პირველი დანიშნულების პუნქტი არგენტინა-ურუგვაის საზღვარია. სწორედ აქ შესრულდება MMS-ის პირველი ჩელენჯი. თუმცა სანამ იქამდე მივაღწევთ, სხვადასხვა ფუნქცია უნდა გადავინაწილოთ. პირველი ფუნქცია რაც აუცილებელია ნიუთების დაორგანიზებაა და ამ ყველაფრის მინისტრად ინიშნება ბაბი. ავრაკაია. გონი წინა მანქანა ჯობია. მან მთელი დღე მიუძღვნა მანქანის სრულ ქიმწმენდას. ესე ჩემინებით გავუშვი, მეთქი თქვენ დაწექით, ფეხებში არ მომებლანდოთ, მე მივხედავ. ბაბიმ აიღო თავის თავზე კამერების სწორად დაყენება, რომ ყველა მნიშვნელოვანი კადრი დავაფიქსიროთ. უხურეთ პროსტა რა მაგარია. უხურეთ ხარხლო რა მაგარი შემოვიფიქრე. ხედავ რა მაგრა ჩანს. რა ჩანს? თელია ეს ჩანს ყველაფერი. რა მთელია ეს ჩანს? სალოდება. რა ბიჭო ვერ ხედავ? მედია რა ჩანს? რა ჩანს? აი რა ჩანს აბა? კიდევ ერთი როლი, რომელიც ამ მანქანას შესაძლებელია, შეფსარეულის როლია. ამ ხანგრძლივ გზაზე ხშირად მოგვიწევს საჭმელების მანქანაშივე მომზადება. ამისთვის აქაურობა სრულად არის აღჭურვილი. სახმანქანას აქვს ელექტროღუმელიც და გაზგურაც. მოკლედ, მანქანის მთავარი მზარეული და სამზარეულოს მინისტრი გახდება ალე. ბომბაკლად! აი, ვანახს მაცივარში რა გვაქვს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ საჭმლის მომზადება ალეს სწორად ვანდეთ. ხელები და ბენეკიკა. აბარო. Surprise! არდა რა კაი ფიცა ნახ. რა კაი გამოვა. Wow, so demure. საკია რაღაცა? ეს დამორჩა. 10-დან? ამ ქალაქში საუბრობთ. თითქოს ნახევარი ცომია. თითქოს ჩვენი მოგზაურობის შემდეგ გმირია ლუკა. ეს იშლება? ეს უნდა გაიშალო? მე აქ არ ვიძინებ. მე აქ არ დავიძინებ. და ის სწორედ აქ იძინებს. ლუკას რაც ყველაზე კარგად გამოსდის უადგილო დროს სიმღერაა. მიყვარ ხარდკბილო ყახეთო. ეს უნიკალური ნიჭი ვერაფერში ვერ გამოვიყენეთ და მიუჩინეთ ფუნქცია, რაც ყველას ერთნაირად გვეზარებოდა. ის გახდება ჩვენი ტანსაცმლის რეცხვა გამშრალების მინისტრი. ეს რა?
ლუკა ლუკა, ნაცისფერი გადაიღე. გადაიღე და ვარდი. დავარდი იმ წალში სადაც დავცალეთ ჩავარდი ხოდა ფაიმე ყველაზე უსარგებლო როლი ამ მანქანაში ამ გოგონას აქვს. ეს თეა. რადგან ის ჩვენ შორის ყველაზე პატარაა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობები არ ავკიდეთ. თეას ყველაზე მეტად აწუხებს პირადი სივრცის არქონა და ამიტომ ტუალეტი აირჩია საკუთარ ოთახად. რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გაღიზიანებას ან ხანდახან ტრამვასაც კი იწვევს. თეა, შენ რო ტუალეტში იყავი, რო არ გამოხვედი და მე გარეთ გავედი. ეხი გადამებრუნდა და ვიღრზე. თეა ერთ-ერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიტყო ტუალეტიდან. თუ მანქანის ტარება შესთავაზებ. გაიჟდები? მართლა? მიუხედავად იმისა, რომ 16 წლისაა და მართვის მოწმობა არ აქვს, ის გიждდება მანქანის ტარებაზე და მე მისთვის სიურპრიზი მაქვს. თუმცა სანამ მანქანის ტარება შევთავაზებ, თავარი მესაჯის ფუნქცია მე მაქვს. დიახ, ეს მე ვარ. ამ ჯგუფის წინამძღოლიც და მანქანის მძღოლიც. მათ შორის მაშინ, როცა სხვებს წინავთ. ესენი ხო ძილს არ დაგაცდიან წევართ ადამიანები აქ თეას და ლუკას წინავთ აქ ალეს და არა ძილის დრო გამოგვიცხადე თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ გაბარიტების სახმაქანის ტარება საუკეთესოდ გამომდის. მაგრად გადავჭით გადავჭით არა ის კიდე ვიცოდი. მაგალითად ამ დროს ელექტროენერგიის კაბელებს გამოვიდეთ და კინაღამდენმა გვხია. ეგ ვიცოდი, просто იმიტომ რომ არამდენზეა დენი ვოლტი. ხო იწია ვოლტაჟმა. ეს არ იქნება ავტოინციდენტის პირველი შემთხვევა. მე ხშირად მომიწევს გავედო ტოტებს. აუ ტოტი დავარდა მანქანაზე ტოტა და მანქანაზე მომიწევს ჩავეფლო ტალახში. ისე რომ ამ ტურის ბოლოს სახმაქანა შეიძლება სავალალო მდგომარეობაში მივაბრუნო უკან ზარალით. ამ ზარალს რა თქმა უნდა დაზღვევა ანაზღურებს, თუმცა ვინ გამოიკვლევს ამ ავტომობილის შემთხვევების ისტორიას? საკითხავი აი ეს არის. ეს პრობლემა ქართველებსაც გვაწუხებს და ამ ყველაფრის გადასაჭრელად ქარვერტიკალი არსებობს. მისი მეშვეობით მანქანის ყიდვამდე შეგიძლია შეამოწმა ავტომობილის წინა მდგომარეობა. ჩამოყრილი გარბენი და იყო თუ არა დარტყმული. ნუ დენის დარტყმის გამოკლებით. ამო ეგრე ხშირად დავტენხმ. დიდი მოვყოლეთ, მაგრამ დავტენხმ ხოლმე ერთი მაგის. იმისთვის რომ მანქანის შემოწმების დროს ფასდაკლება მიიღო, ქარვერტიკალზე შეგიძლია ჩემი პრომოკოდი გამოიყენო და მე უკვე მშვიდად იქნები და გეცოდინება მანქანის სრული სურათიც და მდგომარეობაც. კინაზე დაჯექე იგეთ რო სავისად. კინაზე? ხო, პლასმა იმაზე არ დაჯდა ვეილზე რამეზე კინაზე რო გადმოვიდეს ეგრე. მაგ PhD უცოთ, მაგრამ მე არ შემეშევა. ვიცი რომ რა შეიძლება გამტარებელზე უნდა დავიჯერო არ დამარტყასენ. მეც ნაკლებია, მიკროფონია. ფიზიკა აქ ჩაბარებული და თუ გასექსუალურებად ინსტაგრამზე უთხარით ფოტოები დადეთქო. ფიზიკი ჩავაბა. ფიზიკურობა. სხვათა შორის 60-დან 60 ავიდე. ისე მაგრა დავწერე ფიზიკის გამოსა. ფიზიკურად მართლა მაგარი ბიჭია. ამანიცის. ბიჭო, სადა? შეიძლება სამიწეკით. აქტიური მოძრაობა მე-4 დღეს დავიწყეთ და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. გარეთ მაინც მუდმივად წვიმდა და არ გვინდოდა დრო დაგვეკარგა. იცვლებოდა ადგილები, მაგრამ არ იცვლებოდა ამინდი. იმდენად ცუდი ამინდები იყო, რომ გარეთ მხოლოდ მაშინ გავდიოდით, როცა წყლის ავზის ავსება ან ბენზინის ჩასხმა გვჭირდებოდა. ცივა. What you doing, brother? გაიხინენ შრომელი ბიჭები. ყალსავსებენ და არის გრიგალი და უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი სახმაქანის მოგზაურობა ჯერჯერობით ვერ შევიგზნობდით, რადგან ერთ ოთახში ვიყავით გამოკეტილი, მაინც რაღაცნაირად ვაართმევდით თავს ამ დეპრესიას. ფიზიკური აქტივობა კემპში, იმიტომ რომ მთელი დღე დავდივარ და უკვე დავცაცვრებს დარბოს. სასიარულო, დავცილობ, რომ ნაბიჯები, ავაგროვოთ ასეთი მოძრაობები. ჩვენი ყოველდღიურობა ამ 8 კვადრატში ტრიალებდა. იმდენად რომ რაღაც დონეზე გავრეგეთ და მხოლოდ სისულელეებზე გვეცინებოდა. ტკბილიანი არის კუხნია. სანს კუხნია. Uno me ne patri. როგორ არის? არა იმ რაღაცას და დაარტყა ჯერ პანგ და რაღაცა კაი ხამ ნუ გაუტევამ თამაში. Uno me ne patri. ამ პასიური დეპრესიის ფონზე ასე თუ ისე მაინც კომფორტულად ვართ. ჯერ კიდევ 15 დღე გვაქვს რომ იგუაზოს ჩანჩქერამდე მივახციოთ. ჩვენ გვაქვს ყველაფერი რომ ამ სივრცეში კომფორტი შევიქმნათ და უფრო ზუსტად რომ გავიეზროთ, რა გვაქვს საჭიროა მოვაწყოთ ამ სახმაქანის რუმ ტური.
ჩვენი სახმაქანა სტანდარტულ ოთახთან შედარებით საკმაოდ მცირე ზომისაა. თუმცა ყველაფერს ვატევ. ჩვენ გვაქვს სათავსო 1, სათავსო 2, სათავსო 3 და კიდევ ერთი სათავსო პურისთვის. მორიგი სათავსო 1000-ნაირი სნექისთვის. კარადაა რომ შევალაგოთ ჩანთები. აბაზანა და ტუალეტი ერთადაა მოწყობილი და აქვს მინიმალური, მაგრამ კომფორტული ატმოსფერო. აქ არის უნიტაზი, ნიჟარა, სარკე, სათავსოები ჰიგიენური საშუალებებისთვის და რაც მთავარია საშხაპე. გზაში რომ არ აუყროლდეთ. მისაღები სივრცე საჭის უკანაა მოწყობილი და შედგება მაგიდისა და სავარძლებისგან. აქ დღისით ვჭამთ ალის გაწიკწიკებულ სადილს, მოგვიანებით კი ეს მაგიდა ტრანსფორმირდება თიას და რამდენადაც არ უნდა წუწუნებდეს ლუკას საწოლად. Yay, now you can sleep. Yes. საწყალი ლუკა მელოდებოდა, იმიტომ რომ აქ იცინებს. სადაც თქვა რო არ დავიძინებო. თუმცა მის ტრანსფორმაციას ცოტა დრო არ სჭირდება. ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ერთი მასტერ საწოლი, რომელიც წესით ჩემი და ბაბის განკარგულებაშია, თუმცა ყოველთვის არა. ზარმაცები. აი ხო იცით იმაში კომკეში რომ დრიზელა და ანასტასია რო არიან. აი ეგენი არიან ესენი. ასევე გვაქვს ერთკაციანი საწოლი მაგიდის ზემო და აქ ალი იძინებს და შეზღუდული სივრცის მიუხედავად პოზების შერჩევა არ უჭირს. ბალერინა ყავს. ჩვენი სამზარეულოც კომპაქტურობის მიუხედავად საკმაოდ დატვირთულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ გვაქვს გაზქურა და ელექტროღუმელი. არა ჯერ ასევე ნიჟარა და რაც მთავარია მაცივარი, სადაც შეგვიძლია პროდუქტები შევინახოთ. თუმცა ამ შემთხვევაში სპეციალურად განთავისუფლებულია საჭმელებისგან, რადგან უნდა ვილაპარაკოთ ჩემს სპონსორზე, ჰენკაზე და მის წყალზე დ-ვიტამინით, რომელიც სამხრეთ ამერიკულ მოგზაურობაში ყველგან თანდაუყვება. ერთი ისაა, რომ ხშირად მითავდება და ამის გამო მხოლოდ მაშინ ვსვამ, როცა სარეკლამო ინტეგრაციას ვაკეთებ. მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა ულიმიტოდ შეგიძლიათ იყიდოთ აგროჰაბში, გუდვილში, ევროპროდუქტში და კიდევ უამრავ მაღაზიაში. ამასობაში ნენელა მივიდა იქით ურუგვაის საზღვარს და როცა უკვე ნანატრი პირველი MMA ჩელენჯის შესრულების დრო დადგა, გაჩნდა პრობლემა, რამაც თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები. და ამ პრობლემას ეწოდება წყალი. სამზარეულო ყველა მკანი და ნიტოქში წყალი არ გვაქვს რა. ჯერ მანქანის მოეპატრონისთან ცადეთ სიტუაციის გარკვევა. ნიკა წერს ონერს არ გვაქვს რა ხდება. ვოთერ პომპის ხმა გვესმის თქო, მაგრამ ძალიან უცნაურია თითქოს ჰაერითაა სავსე თქო და არა წყლით თქო მიწერე. მეორე ისიც ეგრე ჩავსო. რატო ვერ ამოწმით? ამ წყალზეც იგივეა. აი მოკედა. გაურკვეველი პასუხების მერე საკუთარი ძალებით ვცადეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. დაბა წყლის რომელია? და მე მგონი ამას ნიშნავი უნდა რა. აგად მოვარდეთ. ავიდეთ ნახოთ. Oh my god. It ain't going nowhere. როცა მივხვდით, რომ ჩვენით არაფერი გამოდიოდა, ბოლოს ზარი ახლობელთან გამოვიყენეთ და ამ ოთხეულის მამა ჩავრთეთ საქმეში. ჰაერი შევიდა, მაშინ მოტორი დაიწებოდა. უეჭველი? საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ წყლის მოტორის პომპა იყო დაზიანებული. ანუ ვერაფერს ვერ უშველით, ხო? თქვენ ვეღარაფერს ვერ უშველით. დადგა რისკი, რომ უკან მოbrunება მოგვიწევდა ამ ყველაფრის აღმოსაფხრელად. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენს მიმდინარე და სამოვლო განწყობაზე. არ ვიცი რა. და მოხარშალა ეხლა თელი ისა. ეხლა წახვიდე და აკეთებინო ის და მორჩა და 200 ევროზე უნდა დაუმატო რა. თავდექით დილემის წინაშე, ან გაგვეგრძელებინა უწყოდ მოძრაობა, ან უკან დაბრუნებულიყავით. ანუ ჩვენი სახმაქანის აზრი იკარგება ახლა წყალი თუ ტუალეტზე თუ ვერ ჩარეცხა და ხელი ვერ დაიგანა და რაღაცა და თუმცა ემოციებით დაცლის და ლოგიკური აწონდაწონის შემდეგ მივხვდით, რომ უწყოდ ნამდვილად ვერ გავძლებდით. უნდა დაბრუნდეთ. ანუ თემა ის არის რომ არ დავბრუნდეთ უარესი ანუ თარითიც არის რომ არ გავაკეთოთ უცხოდ ვერ ვივლით ბაბი ხომ მანქანას ვერ დაალაგებს ალეს ოსისებს ვერ გააკეთებს ერთ-ერთი თია შეიძლება აწყობდეს ეს ამბავი რადგან ტუალეტს პირველი დანიშნულებით ვეღარ გამოვიყენებ და თია ბოლომდე თავის ოთახად გადააქცევს თანაც ყველაზე ცუდი ისაა რომ ეს პრობლემა შეიძლება ჩვენ დაგვბრალდეს რადგან როგორც ჩანს ბარომეტრს ყურადღება არ მივაქციეთ და წყლის მოტორს მაშინ ვაუშავებდით როცა დაცლილი იყო ან მოტორის გადაწვა ჩვენი გალი არ ამონი იყოს იმიტომ რომ ის არ აფრთხილდა რომ წყალი დაცლილი იყო ბოლომდე დიახ და ჩვენ რომ მივხვდით რომ წყალი აღარ მოდიოდა და მოწამწყარებდა მაგის მერე არც გამოგვიყენებია საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ უკან მიბრუნება I will return and we will discuss about discounting or something like that. გვენანება დრო, მაგრამ არ გვენანება ფული. ახლა არ ვიცი, უნდა მივბრუნდეთ, დავკარგოთ ამდენი ფული, დრო, ენერგია,
იქ შეკეთებისას კიდე კაცმარიცის რას მოგთხოვენ? თუმცა მთავარი მაინც დროა. ფულის პრობლემა უფრო ნაკლებადაა, რადგან საბედნიეროდ ამ სახალხმანქანის მოგზაურობას სპონსორები აფინანსებს. თან ისეთი სპონსორები მხოლოდ ერთი ზარითაც რომ გვარდება პრობლემა. სელფი. ჭირდება ჰელპი. მოკლედ როგორც კი გადაწყვეტილება მივიღეთ ცოტათი